რამდენადაც ვიცი გადმოცემით ჩვენი უფროსი წინაპრებიდან 3 საუკუნეს ითვლის ეს შენობა. რა ხნისაა, როგორ გახსოვთ? დაახლოებით 180 წლისა უნდა იყოს გადმოცემით ასე ვიცი. ზემოაჭარა. ისლამური არქიტექტურის ქართული ტრადიცია და განადგურების ზღვარზე მყოფი უნიკალური ხის მეჩეთები. ნაწილი მათი დანგრევის პირას არის. მოდის ტურისტი, ათვალირებს აინტერესებს, მაგრამ სამწუხაროდ განადგურებულია ბევრი რამ. ოსმალეთის ბატონობის მიწურულს. ანუ მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან 21 საუკუნის 20-იან წლებამდე, ესე იგი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციამდელ პერიოდში, როგორც მკვლევარი არქიტექტორები და სოციოლოგები წერენ, აჭარაში მეჩეთების არქიტექტურის ადგილობრივი სახესხვაობა ჩამოყალიბდა. ბოლშევიკების ნგრევას მხოლოდ აჭარაში 50-მდე მეჩეთი გადაურჩა. თუმცა ის სურათი, რაც ქოსოფელში, ძენწმანში, სიხალიძეებში, კანტაურში, ზვარეში და გულებში დაგვხვდა, ცხადყოფს, რომ მალე ეს კულტურული მემკვიდრეობა გაქრება. თემამ პარლამენტამდეც მიაღწია. მოგესალმებით ქალბატონო თეა და მე ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა გავამახვილო ცოტა ისეთ თემაზე, რომელიც აქამდე პრაქტიკულად არ დამდგარა დღის წესრიგში ხოლმე და ღიად არ ჩანს და თვალსაჩინოებისთვისაც წამოვიღეს სურათები, რომ ნახოთ, ეს არის ქართული მეჩეთები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლიან, გულების მეჩეთი, ხის მეჩეთები მათ შორის, აჭარული, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად შესაძლებელია და გაქვთ თუ არა რაიმე გეგმა მისი დაცვისა და შენარჩუნების მიზნით. თქვენ გასაოცარი ფოტოები აჩვენეთ წელან და მზად ვარ, რომ ეს უნიკალური ხის კულტურული მემკვიდრეობა, თუ კი ეს კიდევ შესაძლებელია და სადაც შესაძლებელია აღვადგინო, თუ თქვენ ასე ვთქვათ, მიმეგობრებთ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ჩვენ ჩავიდეთ, ერთად ვნახოთ და თქვენ მითხარით რა არის გასაკეთებელი. ამ სხდომიდან 7 თვის თავზე აჭარის სოფლებში დროების გადამღები ჯგუფი ჩავედით. მანამდე ტარიელ ნაკაიძეს ვკითხე, შედგა თუ არა მისი და მინისტრის ტური მეჩეთების მოსანახულებლად. მითხრა, რომ სამინისტროს მაშინვე ყველანაირი ინფორმაცია გადაუგზავნეთ, თუმცა მას შემდეგ არავინ შექმნიანებიაო. ტური არ შედგა. ეს მალე გადაიშლება და ახლა ეს ნახდათონ ასეთი შენობის დაშლა და გაპატეხება ძალიან საშინელება არის. ეს სოფელი გულებია, ქედის მუნიციპალიტეტი. თავდაპირველად ძალიან გაგუჭირდა მიგვეგნო თითოეული მეჩეთისთვის, რადგან სალოცავები უმეტესად ყველგან არაფრით გამოირჩევა ძველი საცხოვრებელი ხის შენობებისგან. თუმცა ამოკრძალებული ფასადების მიღმა ყველაფერი იცვლება. ფასადების მიღმა დამალული ულამაზესი სალოცავი დარბაზები დამახასიათებელი ფერებით, ხის ორნამენტებითა და ალეგორიული ნახატებითაა გაცოცხლებული. მკვლევართა ანალიზით, ეს დიზაინი მე-19 საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბდა. სოფელმა ცოტა შეძლო გადაარჩინა დანგრევას, გადაარჩინა ჩვენ გავამაგდეთ, შევუდგით ახალი ბალკები, შევუდგით იგივე, სახურავი გამოუსვალეთ, იატაკი შეუცვალეთ და გადავარჩინეთ დანგრევას. გულების მეჩეთს გაუმართლა. განსხვავებით ზვარისგან. ძლიერმა ქარმა სოფელ ზვარეში მეჩეთს სახურავი გადახადა დაზიანებულია გვერდით მდებარე სახლით. გუშინდელმა სტიქიამ სოფელ ზვარეს მცხოვრებლები განსაკუთრებით დააზარალა. როდის დაიწყება ზვარეს მეჩეთის სახურავის აღდგენა, ქედის მერიაში ჯერ არ იციან. აქ ამბობენ, რომ კანონი უწყება ზეგლის რეაბილიტაციას უკრძალავს. ზვარეს მეჩეთი აგებული 1834 წელს. შენობის პირველი სართული დაბზარული და გამოშიგნულია. შენობას, რომელსაც წვიმაწლებია ალბობს, საკვირველია, როგორ შეინარჩუნა ის ქართული ჭუქურთმა და ფირთა პალიტრა, რომელიც სალოცავ დარბაზში გვხვდება. ზვარიდან ქოსოფელში მივემგზავრებით.
ვიცით, რომ იქაც საუკუნოვანი სალოცავი დგას. სალოცავი, რომელიც რა მდგომარეობაში დაგვხდება, არ ვიცით. სიუზან ჰერის ბრანცის, ენჯელა ვილერისა და ვლადიმერ შიოშვილის მიერ აჭარის მეჩეთებზე მომზადებულ კვლევაში ვკითხულობთ, რომ ოფიციალურად საბჭოთა კავშირში ისლამური რელიგიური პრაქტიკა 1940-იანი წლების ბოლოსთვის უკვე გაუქმებული იყო. მას მერე მთიანი აჭარის მეჩეთები ძირითადად გადაკეთდა სასოფლო სათავსოებად. ესეც ქოსოფელი. 80-იან წლებში, ასე 70-იან წლებში საზოგადოებად ჰქონდათ გამოყენებული კოლექტივი. მეჩეთის გასაღებს სოფელში ვთხოვულობ. ამ სალოცავში ორმაგად გაუცებულები ვრჩებით. ერთის მხრივ გვაუცებს მშენებელთა ოსტატობა, ინტერიერის ისლამური დიზაინი და მეორის მხრივ გვაუცებს მდგომარეობა. მაშინ საზოგადოებად გადაგებული იყო. ახლა ისეთ ნაირად, ერთ-ერთი ასე გამოდის. თქმა უნდა, არ არის. ცოდვა სახინია ჩემი აზრით. დღეს ვინ უვლის ამ შენობას? არავინ არ. ამას უნდა აუცილებლად სახურავის გაკეთება იმისათვის, რომ სადაცაა დალპება და უკვე ძველი შენობა დანგრევის გზას დაადგება, რა თქმა უნდა. ის ინსტრუმენტიც და დანადგარიც არ იყო იმ დროში და რით აკეთეს, როგორ აკეთეს. რა ვიცი და დღემდე შემორჩა. ისევ ზემო სოფლებისკენ მივიწევთ და სანამ სიხალიძეების მეჩეთს ვიპოვიდით, გზად სოფელ მეძიბნაში მოქმედი მეჩეთი და მისი წინამძღვარი ზებურ დუმბაძე შემოხვდა და მისი სოფლის მოქმედი მეჩეთი დაგვეთვალიერებინა. აქ ჩვენთან ჰარუნი დუმბაძე იყო. მაგარა ცოცხალის კაცი. ის კაცი ნოქარი იყო, ანუ მაღაზიას ფლობდა აქ. თავიდან აქ იყო მაღაზია ქვევით, ამის ქვედა სართულში იყო, აქ მაღაზია იყო და ზევით საწყობად ჰქონდა მაგ კაცს. მერე ახალი მაღაზია გეიხსნა, მაგრამ მაინც საწყობად ჰქონდა ეს, იმიტომ და ფაქტიურად იმ კაცმა ეს შემეინახა. თორემ ეს რომ ყოფილა ბევრი მეჩეთები, რომ არც მაღაზია იყო, არც საწყობად და განადგურებული. დიახ. ასეა განადგურებული მაგალითად სოფელ კანტაურის მეჩეთი. სამუფრტომ შეძლო და მეჩეთი გადახურა, თუმცა სალოცავი დარბაზი თითქმის ბოლომდე განადგურებულია. ეს კი სოფელი სიხალიძეები. ჯამე, რომელშიც ქართველი მუსლიმი მრევლი ლოცულობდა, კომუნისტებმა კოლმეურნეობის სახლად აქციეს. აქ დღესაც სასოფლო კლუბია. დროების ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობის ნაწილი შენობისთვის სამზარეულოს და ქელეხის დარბაზის მიშენებას გეგმავს. ეს ეთყობა რაღაც ახალი ინფორმაცია, ასეთი რამ არ შეიძლება. მეჩეთი უნდა დარჩეს მეჩეთად. მიუხედავად იმისა, მოქმედი არის თუ არ არის მოქმედი. მეჩეთი უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია და უნდა დადგეს ფეხზე, არც ერთ შემთხვევაში ამას მუსლიმთა სამმართველო და ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ნამდვილად იმყოფებით სოფელ ზენზმაში, ჩვენ ახლა გავართ მეჩეთის წინ. დაახლოებით არის 150-დან 200 წლამდე. არ იყო კარგად გადახურული და სისველე მწვიმამ და თოვლმა ამ ფორმაში მიიყვანა. ახლა არავინ არ პატრონობს, სოფელი ვუყურებთ. მაშინ, როცა საქართველოში არსებული მრავალი ხის მეჩეთის რესტავრაციაზე და გადარჩენაზე არავინ ზრუნავს, ჩნდება კითხვები. პირველი, როგორ უყურებს სახელმწიფო თავის კულტურულ მემკვიდრეობას? და მეორე, ხომ არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ ეს შენობები ისლამური კულტურის ნიმუშებია? მოგიწოდებით, რომ არ გეგონოთ, რომ ეს ამ დღეშია, იმიტომ რომ მეჩეთია. ძალიან ბევრი ქართული ოდაა, რომელიც იქცევა, იმიტომ რომ ადამიანი არ დარჩა, რომელიც შეძლებს ამას მიხედოს. პროფესიები ქრება. ჩემი აზრით ეს იმდენად არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ვიღაცა სურვილი აქვს, რომ ეს გაქრეს, რამდენადაც უფრო გავს პოზიციას, როცა ჩვენ ჯერ არ აგვაქვს პასუხი და ველოდებით, როდის გაჩნდება ეს პასუხები. რას გულისხმობ პასუხებში? რა არის ეს შენობა?
რა არის ის ჩვენთვის, რა გვინდა, ვინ ვართ. და სანამ საზოგადოება თუ სახელმწიფო გამოერკვევა და ჩამოაყალიბებს კულტურული მემკვიდრეობის ოფიციალურ იდეოლოგიას, საქართველოში ყოველი მომდევნო უმოქმედო დღე ნიშნავს კიდევ უფრო მეტად სველ, ჩამონგრეულ, დამტრეულ და გამქრალ ისლამურ არქიტექტურულ მემკვიდრეობას, რომელიც ქართული კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.